ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ბანკთან ერთად ასაშენებელი საშუალო და მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური, ჰიდროლოგიური და გარემო ზემოქმედების შესწავლას გეგმავს. საუბარია 180 მეგავატის ჯამური სიმძლავრის 7 ობიექტზე, რომელთა საერთო საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონი დოლარია. ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდი პროექტში თანადაფინანსების სახით დაახლოებით 150,000 დოლარს, ხოლო საქართველოს ბანკის საინვესტიციო პროექტების მომზადებისათვის საჭირო თანხის 85%-ს გამოყოფს. მხარებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი იმედოვნებენ, რომ შეთანხმების პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ ქვეყანა ეკონომიკურად მომგებიან პროექტებს მიიღებს, რომელიც გარემოს დაცვის და სოციალური ზემოქმედების მსოფლიო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საბანკო სექტორის ერთ-ერთ უმსხვილეს მომთამაშემ თავის პრიორიტეტებში ენერგეტიკის დარგი აირჩია ამ მიმართულების განვითარება და ეს ემთხვევა ჩვენი სახელმწიფოს ახალი მთავრობის განვითარების სტრატეგიას. მოგეხსენებათ, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და მით უმეტეს საქართველოსთვის, რომელსაც ძალიან დიდი რესურსები გააჩნია იმის, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში გახდეს ენერგოდამოუკიდებელი და მეტიც მოახდინოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტირება. ჩვენ ვიქნებით ინვესტორი ამ ფონდში, ძირითადი ინვესტიციები იქნება მოზიდული უცხოელებისგან, ჩვენი ინვესტორებისგან, საინვესტიციო ფონდებიდან იქნება მოზიდული ეს თანხები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ მართავთ ჩვენი ინვესტორების სხვადასხვა ფორმით, ეს არის იქნება ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ჩვენ ამ ფონდს მართავთ. შესაბამისად საქართველოს ბანკი დარჩება როგორც ინვესტორი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვართ, ჩვენ გვიჯერა ამ ქვეყნით, ჩვენ გვიჯერა ელექტროენერგიის განვითარების, ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების ყველაზე პერსპექტიული სექტორია ჩვენი აზრით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ბანკის როლი და რა თქმა უნდა ენერგეტიკის სამინისტროს როლი ამ სექტორის განვითარებაში.